ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ძალიან დამაინტრიგებელი საკითხი, რომლის შესახებაც ალბათ თითოეული ჩვენგანი ერთხელ მაინც დაფიქრებულა, არის ის თუ როდის და ვის მიერ დაიწერა წმინდა წიგნი ბიბლია. ამ ვიდეოს ფარგლებში ვისაუბრებთ სამეცნიერო სივრცეში აღიარებულ და ყველაზე უფრო მეტად გაზიარებულ ძირითად თეორიებზე, რომლებიც ხსნიან იმას თუ როდის და ვის მიერ დაიწერა ის ფუნდამენტური ტექსტები, რომლებიც შემდგომ უკვე საფუძველი გახდა ქრისტიანული რელიგიის. მაშასე არ დაგავიწყდეს არხის გამოწერა, კარგად მოგალათდით და დავიწყოთ. ებრაული ბიბლიის შემადგენელი 24 წიგნიდან ყველაზე ძველია თორას ძირითადი 5 წიგნი. დაბადება, გამოსვლა, ლევიანები, რიცხვი და მეორე რჯული, რომლებიც ერთად ცნობილია როგორც 5 წიგნეული. ისინი მოგვითხრობენ სამყაროს შექმნისა და ებრაელი ხალხის ისტორიის შესახებ. როგორც ებრაულ, ასევე ქრისტიანულ ტრადიციაშიც მიღებულია აზრი, რომ ეს წიგნები დაწერილია ერთი ადამიანის, მოსეს მიერ. პატრიარქის, რომელმაც ისრაელიანები ეგვიპტიდან გამოიყვანა და რომელსაც გამოსვლის წიგნის თანახმად ღმერთმა გაუმჟღავნა თორა. თუმცა ქრისტიანული ეპოქის ადრეულ პერიოდშიც კი უკვე ბევრ ადამიანს ეჭვეპარებოდა იმაში, მართლა მოსემ დაწერა თუ არა თორას 5 წიგნი. არსებობს გარკვეული მონაკვეთები, რომლებიც ადვილად არ ემთხვევა ან არ ადასტურებს იმ აზრს, რომ ის არის ავტორი. მაგალითად, მეორე რჯულის წიგნი, სადაც მოსე საკუთარ სიკვდილს შემდეგი სიტყვებით ახსენებს. შემდეგ მოსე უფლისმსახური მოკვდა იქ, მოაბის ქვეყანაში, უფლის ბრძანებით. კიდევ ერთი მაგალითია რიცხვთა წიგნის ერთი სტრიქონი, რომელიც ღრმად ირონიული იქნებოდა მოსეს რომ დაეწერა. სიტყვები ამგვარია: მოსე კაცი ძალიან თავმდაბალი იყო, დედამიწის ზურგზე ყველაზე მეტად. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტია ის, რომ თორაში ზოგიერთი მონაკვეთი ერთზე მეტჯერ არის მოთხრობილი. განსხვავებული ფოკუსითა და დეტალებით, თითქოს რამდენიმე ავტორის სხვადასხვა ვერსია იყოს გაერთიანებული. დაბადების წიგნი მოიცავს აბრაამთან დადებული აღთქმის ორ ვერსიას. ერთ-ერთი ვერსია მე-17 თავში ხაზს უსვამს, რომ აღთქმის დასადასტურებლად ღმერთმა ბრძანა. თქვენ შორის ყველა მამაკაცი წინადაცვეთილი უნდა იყოს. თუმცა უფრო ადრინდელ ვერსიაში, რომელიც მე-15 თავშია მოთხრობილი, წინადაცვეთაზე არაფერია ნათქვამი. ისააკის მოახლოებული დაბადებაც ორი გზით არის გამოცხადებული. ერთ ვერსიაში მე-17 თავში ღმერთი პირდაპირ ეუბნება აბრაამს. შენი ცოლი სარა გიშობს ვაჟს და დაარქმევ ისაკს. თუმცა მე-18 თავში ეს ცნობა სამი ზეციური არსების მეშვეობით მოდის, რომლებიც აბრაამსა და სარას სტუმრობენ. ზოგჯერ ერთზე მეტი ავტორის ნაშრომი ერთსა და იმავე ნარატივში ერთმანეთშია გადახვართული. ყველაზე აშკარა შემთხვევაა ნოე და წარღვნა. ტექსტები მოიცავს სხვადასხვა დეტალებს კიდობანში აყვანილი ცხოველების რაოდენობის შესახებ. თითოეული სახეობის ერთი წყვილი ან 7 წყვილი წმინდა და ერთი წყვილი უწმინდური. და იმის შესახებ გაშვებული იქნას თუ არა ყორანი ან მტრედი მიწის საძებნელად. გარდა ამისა, ორიგინალური ებრაული ტექსტის ანალიზი ავლენს ენის ევოლუციის ძალიან განსხვავებულ სტილებს, გამოთქმებსა და ეტაპებს. ეს განსაკუთრებით აშკარა იმ პასაჟებში, რომლებიც შეიცავს ებრაული ენის არქაული ფორმით დაწერილ სტრიქონებს. ამის კარგი ანალოგია იქნებოდა ინგლისურ ენაზე რო ვეცნობოდეთ ტექსტს, რომელიც გარკვეული ნაწილი შექსპირისეული სტილითაა დაწერილი, გარკვეული ნაწილი ჩოსერისეული სტილით, ხოლო გარკვეული ნაწილი უფრო შედარებით აკადემიური სტილითაა გადმოცემული. მიუხედავად იმისა, რომ გონივრული ეჭვები დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა, პირველი ავტორი, რომელმაც ღიად გამოთქვა კრიტიკა, იმასთან დაკავშირებით, რომ 5 წიგნეულის ავტორი მოსე იყო, გახდათ ინგლისელი ფილოსოფოსი თომას ჰობსი, რომელმაც 1651 წელს გამოცემულ პოლიტიკურ ტრაქტატში ლევიათანი ეს იდეა რადიკალურად გააკრიტიკა. 1753 წელს ფრანგმა ექიმმა ჟან ასტრუკმა ივარაუდა დაბადების წიგნში ორი განსხვავებული ავტორის არსებობა, ხოლო 1780 წელს გერმანელმა თეოლოგმა იოჰან გოტფრიდ აიჰორნმა ეს მტკიცება მთელ 5 წიგნეულზე გაავრცელა. საბოლოოდ 1878 წელს გერმანელმა ბიბლიის მკვლევარმა იულიუს ველჰაუზენმა ჩამოაყალიბა თავისი დოკუმენტური ჰიპოთეზა, რომელიც დღესაც ფართოდ არის მიღებული. ან სულ მცირე საწყის წერტილს წარმოადგენს თორას ავტორობის თარიღებისა და ვინაობის შესახებ ნებისმიერი განხილვისთვის. დოკუმენტური ჰიპოთეზა ამტკიცებს, რომ ბიბლიის პირველ 5 წიგნში, როგორადაც ისინი დღეს ჩვენამდე არის მოღწეული, შეიძლება გამოიყოს რამდენიმე განსხვავებული თხრობითი ხაზი, რომლებიც დაწერილია სხვადასხვა ავტორის მიერ ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე და სხვადასხვა ადგილას. ველჰაუზენის ჰიპოთეზის თანახმად, თორას უძველესი ვერსიის ტექსტის ამოცნობა გარკვეული საერთო მახასიათებლებით შეიძლება. ყველაზე აშკარა ის არის, რომ ღმერთს მოიხსენიებენ სახელით იაჰვე. მოგვიანებით, როგორც ეს გამოსვლის წიგნშია დადგენილი, ისრაელის რელიგიური კოდექსით აიკრძალა ამ სახელის წარმოთქმა. არ გამოიყენოთ არასწორად თქვენი ღმერთის, იაჰვეს სახელი. ინგლისურ თარგმანებში ძირითადად სახელ იაჰვეს წარმოაჩენენ როგორც უფალს. ამ უძველესი თხრობითი ხაზის გარჩევის კიდევ ერთი გზაა ის, რომ აღწერილი მოვლენები, მაგალითად სოდომისა და გომორას განადგურება და აბრაამისა და მისი ძმისშვილის ლოტის ისტორიები, იერუსალიმის მიმდებარე ტერიტორიაზე და იუდას მთებში ვითარდება. მთავარი გმირები არიან 12 ტომის პატრიარქები, რომლებიც სწორედ ამ ადგილებში დასახლდნენ: რეუბენი, სიმონი, ლევი და იუდა.
ამ ნაწილების ენობრივმა და თხრობითმა მახასიათებლებმა განაპირობა თეორია, რომ მათი ავტორი იყო პირი, რომელიც დაკავშირებული იყო იერუსალიმის ტაძართან, როდესაც იერუსალიმი იუდას სამხრეთ სამეფოს დედაქალაქი იყო. იუდა გამოეყო ისრაელის ჩრდილოეთ ებრაულ სამეფოს ძველი წელთაღრიცხვის 930 წელს. ეს ავტორი კი სავარაუდოდ წერდა დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 119 საუკუნეებში. ავტორს იაჰვის უწოდებენ, რადგან ღმერთს სწორედ იაჰვეთი მოიხსენიებს. დაბადების მე-12 წიგნი განმარტავს, რომ აბრაამი და სარა აბრაამის ძმისშვილთან ლოტთან ერთად მესოპოტამიის ქალაქ ურიდან მიემგზავრებოდნენ. ისინი ქანაანში წავიდნენ და შემდეგ ნეგევის რეგიონში ჩავიდნენ, მაგრამ შიმშილობამ ისინი აიძულა ეგვიპტეში გამგზავრებულიყვნენ. იქ უცნაური ამბავი იშლება, რადგან სარა ძალიან ლამაზი იყო, აბრაამს ეშინოდა, რომ ეგვიპტელები მოკლავდნენ და წაიყვანდნენ. ამიტომ მან დაარწმუნა სარა, რომ თავის დად გაესაღებინა თავი. ზოგიერთმა ეგვიპტელმა ჩინოვნიკმა დაინახა სარა და ფარაონს მის შესახებ უამბო. ფარაონმა უბრძანა, რომ ის მისი ხარჭა გამختارიყო, რის სანაცვლოდაც აბრაამმა მიიღო ცხარი, ხარები, მამალი, ვირები, მონები და აქლემები. თუმცა იაჰვე განრისხდა და ფარაონსა და მის სახლს დიდი უბედურებები დაატეხა აბრაამის ცოლის, სარაის გამო. როდესაც ფარაონმა გააცნობიერა თუ რა მოხდა, დაიბარა აბრაამი, საყვედური გამოუცხადა იმის გამო, რომ დამალა ის ფაქტი, რომ სარა სინამდვილეში მისი ცოლი იყო და ორივეს უბრძანა მთელი თავისი ქონებით დაეტოვებინათ ქვეყანა. ხუთწიგნეულის სხვა ნაწილები გამოირჩევა იმით, რომ ღმერთი ამ შემთხვევაში იაჰვეს ნაცვლად მოხსენიებულია როგორც ელოჰიმი. მეცნიერები ამ წყაროს ტექსტს ის უწოდებენ. ჩვენ პირობით აღნიშნულად გამოვიყენოთ პირველი, მეორე, მესამე და ასე შემდეგ სახელწოდებები. ზემოთ უკვე განხილული პირველი და იდ წოდებული მეორე წყარო ხშირად ერთსა და იმავე ეპიზოდებს აღწერენ, მაგრამ ისინი სხვადასხვა თხრობით დეტალებს შეიცავს. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ პირველის ავტორი წერს, რომ ღმერთის გამოცხადება მოსეს სინას მთაზე მოხდა, მეორე წყაროს ავტორი ამ ადგილს ჰორებს უწოდებს, რადგან ეს ორი სახელი ერთსა და იმავე გეოგრაფიულ ობიექტს ეხება, ეს იმაზე მიუთითებს, რომ გამოცხადების ადგილს ოდესღაც ორი განსხვავებული აღნიშვნა ჰქონდა. მეორე წყაროში მოთხრობილი მოვლენები ჩრდილოეთ რეგიონში ვითარდება. ისრაელის სამეფოში, რომელიც დამოუკიდებელი დარჩა მანამ, სანამ ასურელები ძველი წელთაღრიცხვის 722 წელს არ დაიპყრობდნენ. მთავარი გმირები არიან იმ ტომების პატრიარქები, რომლებიც ისტორიულად ისრაელის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, მაგალითად ბენიამინის ტომი. ამ წყაროს მიკუთვნებული თორას ნაწილები ოდესღაც სრულიად ცალკე ტექსტს წარმოადგენდა საკუთარი მახასიათებლებით. ტექსტში არსებული მინიშნებები მიუთითებს, რომ ავტორი ძველი წელთაღრიცხვის მე-9 საუკუნეში ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოში ცხოვრობდა. ტექსტში მოსესადმი გამოხატულმა ღრმა პატივისცემამ გააჩინა მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ავტორი ცნობილი როგორც ელოჰისტი, შილოს საკურთხევლის ერთ-ერთი მღვდელი იყო, რომელიც ლევის ტომს ეკუთვნოდა, საიდანაც მოსე იყო წარმოშობით. ეს ხსნის თუ რატომ არ არის წყაროში ნახსენები გვიანდელი ტრადიცია, რომელიც აარონს მოსეს ძმად აქცევდა და რატომ არის აარონი მკაცრად კრიტიკული ოქროს ხბოს შექმნაში მონაწილეობის გამო. კერპისა, რომელიც ისრაელიანებმა შექმნეს, სანამ მოსე სინას მთაზე ღმერთთან იმყოფებოდა. ძველი წელთაღრიცხვის მე-10-დან მე-8 საუკუნეებამდე ორივე სამეფოს, იუდას და ისრაელს ჰქონდა საკუთარი კრებული მსოფლიოსა და მისი ხალხის წარმოშობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ არსებითად იდენტური იყო, ორივე ცნობა განსხვავდებოდა გარკვეული ენობრივი მახასიათებლებით. ზოგიერთი ეპიზოდის გეოგრაფიული მდებარეობითა და გარკვეული ტომების მნიშვნელობით. თუმცა ეს სიტუაცია შეიცვალა ძველი წელთაღრიცხვის 722 წელს, როდესაც ისრაელის სამეფო ასურელებმა გაანადგურეს და მისი მოსახლეობის ნაწილმა თავშესაფარი მეზობელი იუდიასა და მის დედაქალაქ იერუსალიმში მოძებნა. ტოლვილებს, რომლებმაც თან მოიტანეს საკუთარი წმინდა ტექსტი, იუდიაში დადებითად დახვდნენ. შესაძლოა ითვლებოდა, რომ ახალი ისრაელის თემის ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით აზრი ექნებოდა საერთო წმინდა ტექსტის შექმნას, რომელიც გააერთიანებდა ორ წინა ტექსტს. ითვლება, რომ ეს ამოცანა ძველი წელთაღრიცხვის 700 წელს უცნობმა ავტორმა შეასრულა. პირველი წყარო მან ზოგად ჩარჩოდ გამოიყენა. ესაა ვერსია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო მიღებული იერუსალიმში, სადაც სავარაუდოდ ტექსტების ეს შერწყმა განხორციელდა. მომდევნო 10 წლეულებში იერუსალიმის ტაძრის მღვდლებმა ხელი შეუწყეს დამატებითი ტექსტების შექმნას, რომლებიც აზუსტებდა და ავსებდა ადრინდელ გაერთიანებულ ვერსიას. ძველი წელთაღრიცხვის მე-6 მე-5 საუკუნეებში ანონიმურმა ავტორმა მნიშვნელოვანი დამატებები შეიტანა იქამდე შედგენილ ტექსტში. დაამატა ნაწილი, რომელსაც მეცნიერები სამღვდელო წყაროს უწოდებენ. ეს დამატებები ძირითადად იერუსალიმის ტაძრის რიტუალებს ეხება. მაგალითად, ეს წყარო მოიცავს გარკვეულ დეტალებს, რომლებიც განასხვავებს ნოეს კიდობანში ასასვლელად განკუთვნილ წმინდასა და უწმინდურს. მიუხედავად იმისა, რომ წარღვნის დროს იერუსალიმის ტაძარი და მისი სიწმინდის კანონები ჯერ არ არსებობდა. ეგრეთ წოდებული სამღვდელო ტექსტი, ისევე როგორც მეორე წყარო, ღმერთს ელოჰიმის სახელით მოიხსენიებს. შესაძლოა როგორც დათმობა ისრაელის სამეფოს უძველესი ვერსიის მიმართ, მაგრამ მისგან განსხვავებით ეს უკანასკნელი ხაზს უსვამს აარონის და არა მოსეს ლიდერობას. ეს სავარაუდოდ მიუთითებს იმაზე, რომ სამღვდელო წყაროს ავტორი იერუსალიმის ტაძრის მღვდელი იყო და თავს აარონის შთამომავლად თვლიდა. ზოგადად ებრაული ბიბლია სამ ძირითად ნაწილად იყოფა.
პირველი მათგანი მოიცავს 5 წიგნეულს, რომელიც ცნობილია როგორც კანონი, ანუ თორა. წინასწარმეტყველთა 8 წიგნს, ანუ ნევიმს და 11 წიგნს, ანუ კეტუვიმს. ეს სტრუქტურა ხანგრძლივი ევოლუციის ბოლო ეტაპია, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის მე-10 ან მე-9 საუკუნიდან ძველი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნემდე თარიღდება. დროთა განმავლობაში მომხდარი ცვლილებები განსაკუთრებით თვალსაჩინოა თორას წიგნებში, რომელთა ნაწილები სხვადასხვა ავტორებსა და ისტორიულ მომენტებს უკავშირდება. დაბადების პირველი თავი, რომელიც აღწერს სამყაროს შექმნას, დაიწერა დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის მე-6-მე-5 საუკუნეებში და ეკუთვნის სწორედ სამღვდელო წყაროს, რომელიც სავარაუდოდ დაწერილია მღვდლის ამ მღვდლების მიერ, რომლებიც შექმნას ღმერთს, ებრაულად ელოჰიმს მიაწერენ. თუმცა მე-11 თავი, რომელიც პირველ წყაროს მიეწერება ღმერთს არა როგორც ელოჰიმს, არამედ როგორც იაჰვეს მოიხსენიებს. იაჰვე ჩამოვიდა ქალაქისა და კოშკის სანახავად, რომელიც მოკვდავებმა ააშენეს და თქვა იაჰვემ: აჰა, ისინი ერთი ხალხია და ყველას ერთი ენა აქვთ და ეს მხოლოდ დასაწყისია იმისა, რასაც ისინი გააკეთებენ. მოდი ჩავიდეთ და ურიოთ მათ ენა იქ, რათა ერთმანეთის ენა არ ესმოდეთ. შაბათის როგორც დასვენების უქმე დღის ცნება, თითქმის ერთი და იგივე სიტყვებით არის ჩაწერილი გამოსვლის წიგნსა და მეორე რჯულში. თუმცა მისი გამართლება განსხვავებულია. მეორე რჯულში დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნით დათარიღებული შაბათის დაცვა დაკავშირებულია ეგვიპტიდან გაქცევასთან. გახსოვდეს, რომ მონა იყავი ეგვიპტის ქვეყანაში და რომ იაჰვემ შენმა ღმერთმა გამოგიყვანა იქიდან. ამიტომ გიბრძანა იაჰვემ შენმა ღმერთმა შაბათის დღის დაცვა. ამის საპირისპიროდ გამოსვლის წიგნის სამღვდელო წყაროს ნაწილში შაბათის დასვენება დაკავშირებულია სამყაროს შექმნასთან. რადგან 6 დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მათშია, მე-7 დღეს კი დაისვენა. ამიტომ გამოარჩია უფალმა შაბათი დღე და წმინდა დაკურთხა იგი. დაბადების წიგნის გარკვეული ნაწილები, რომლებიც ძველი წელთაღრიცხვის მე-9 საუკუნითაა დათარიღებული და მეორე წყაროს ეკუთვნის, ახსენებს ისრაელის ჩრდილოეთ ებრაული სამეფოს ადგილებს და იქ დასახლებულ ტომებს. შემდეგ ისინი ბეთლემიდან გაემგზავრნენ და როდესაც ისინი ჯერ კიდევ ეფრათიდან გარკვეულ მანძილზე იყვნენ, რახელს მშობიარობა დაეწყო და მძიმე მშობიარობა ჰქონდა. რახელის ქმარმა იაკობმა ბავშვს ბენიამინი დაარქვა. იერუსალიმში მცხოვრები ავტორი აბრაამის გადაადგილების შესახებ მოგვითხრობს იუდაში, სამხრეთ სამეფოში. ის ეტაპობრივად გაემგზავრა ნეგებიდან ბეთლემამდე, იმ ადგილას, სადაც თავდაპირველად მისი კარავი იყო, ბეთლემსა და აის შორის. და იქ აბრაამმა უფლის სახელს მოუხმო. დაბადებაში აბრაამის მიერ მეფის მოტყუების ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ვერსიაა გადმოცემული. თითქოს მისი ცოლი სარა მისი და იყო. მე-12 თავში, რომელსაც სავარაუდოდ ჩვენ მიერ პირველი წყაროს ავტორად დასახელებული ავტორი წერს, კითხულობთ: როდესაც აბრამი ეგვიპტეში შესვლას აპირებდა, უთხრა თავის ცოლ სარას: კარგად ვიცი, რომ ლამაზი გარეგნობის ქალი ხარ, მომკლავენ, თქვი რომ ჩემი და ხარ. მე-20 თავი, რომელიც მეორე ავტორის მიერ არის დაწერილი, ნეგევის რეგიონში მომხდარების ოცას ახავს. იქიდან აბრაამი ნეგევის მხარისკენ გაემართა და კადეშსა და შურს შორის დასახლდა. გერარში ცხოვრებისას აბრაამმა თავის ცოლ სარაზე თქვა: ჩემი და. გერარის მეფე აბიმელექმა გაგზავნა ხალხი და წაიყვანა სარა. დაბადების წიგნში მსოფლიო წარღვნის ისტორია თავდაპირველად პირველი წყაროს ავტორის მიერ ძველი წელთაღრიცხვის მე-10 ან მე-9 საუკუნეშია დაწერილი. თუმცა ასობით წლის შემდეგ სამღვდელო წყაროს ავტორმა დამატებითი დეტალები ჩასვა. მაგალითად, პირველი წყარო მოკლედ აღწერს თუ როგორ შეასრულა ნოემ იაჰვეს მცნება კიდობნის აშენების შესახებ, მაგრამ შემდეგ აგრძელებს და შევიდნენ ნოე და მისი ვაჟები, მისი ცოლი და მისი ვაჟების ცოლები კიდობანში, რათა თავი დაეღწიათ წარღვნის წყლებს. ამ ეტაპზე სამღვდელო წყაროს ავტორი ან ავტორები წარმოგვიდგენენ რამდენიმე სტრიქონს, რომლებიც დაკავშირებულია ტაძარში მსხვერპლ შეწირვის ცხოველების შერჩევასთან. იმ დროს, როდესაც ისინი წერდნენ: წმინდა ცხოველებიდან და უწმინდური ცხოველებიდან, ფრინველებიდან და ყველაფერი, რაც მიწაზე დაცოცავს, ორ-ორი მამრი და მდედრი შევიდნენ კიდობანში ნოესთან ერთად, როგორც ღმერთმა უბრძანა ნოეს. რამდენიმე 10 წლეულის შემდეგ თორას შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა, რადგან მანამდე არსებულ 4 წიგნს ახალი დაემატა. ძველი წელთაღრიცხვის 622 წელს, როდესაც იუდას მეფე იოშია ტაძარს არემონტებდა, იქ ახალი ტექსტი აღმოაჩინეს, როგორც ჩანს, ის შეიცავდა რჯულის უცნობ ნაწილს, რომელიც ღმერთმა მოსეს სინას მთაზე უკარნახა. ეს ტექსტი წარმოდგენილი იყო როგორც თავად მოსეს მიერ ნათქვამი სიტყვების სერია, ხოლო თორას დანარჩენი ნაწილი შედგება ღვთის მიერ მისთვის ნაკარნახევი სიტყვებისაგან. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ისაა, რომ ამ ტექსტის ავტორი ამტკიცებს, რომ არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი, ერთი ხალხი და ერთი თაყვანისცემის ადგილი, კერძოდ იერუსალიმის ტაძარი. და აკრიტიკებს ქვეყანაში მიმოფანტულ სხვა სალოცავებს. როგორც ჩანს, ამ ახლად აღმოჩენილი ტექსტის მთავარი მიზანი იყო დედაქალაქ იერუსალიმში ტაძრის გარშემო რელიგიური ცხოვრების ცენტრალიზაციის წახალისება და სხვა საკულტო ცენტრების გაუქმება. ტექსტი წარუდგინეს მეფე იოშიას, რომელმაც ის საჯაროდ წაიკითხა ტაძარში მთელი ხალხის, მღვდლებისა და წინასწარმეტყველების წინაშე. როდესაც მან კითხვა დაასრულა
დასრულა ყველამ დაიფიცა, რომ დაიცავდა წიგნში მოცემულ კანონს, რომელიც დაემატა არსებულ ნაშრომებს. ეს ტექსტი მეორე კანონად ითვლებოდა, რაც მისი ბერძნული სახელწოდების მეორე რჯულის მნიშვნელობაა. წყარო მეცნიერების მიერ ცნობილია როგორც დი. ამ შემთხვევაში დავარქვათ ამ წყაროს მეოთხე წყარო. ზოგიერთი ბიბლიური წიგნი, რომელიც მოგვითხრობს ისრაელისა და იუდას ისტორიას დავითისა და სოლომონის დროიდან მოყოლებული, შესაძლოა ასევე ეკუთვნოდეს მეოთხე წყაროს. აქ რამდენიმე გამორჩეული და უნიკალური მახასიათებელი ფიქსირდება. ავტორს მაღალი აზრი აქვს მოსეს შესახებ. წმინდა მთას სინას-ნაცვლად ხორები ჰქვია და გამოყენებულია გამოთქმა იაჰვე ელოჰეკა, რაც ნიშნავს იაჰვე შენი ღმერთი, რომელიც აერთიანებს პირველ და მეორე წყაროებში გამოყენებულ სახელებს. ვინაიდან და რადგანაც თორამ ღვთის მიერ გამოცხადებული წმინდა ტექსტის სახელწოდება მოიპოვა, ებრაული საკურთხევლების, განსაკუთრებით იერუსალიმის ტაძრის მწიგნობრები ტექსტს აკოპირებდნენ, რათა ღვთის კანონი მომავალი თაობებისთვის გადაეცათ. რადგან პერგამენტზე დაწერილი ტექსტები მყიფე და მალხუჭებადი იყო, მნიშვნელოვანი იყო, რომ მწიგნობრებს ასლები გაეკეთებინათ, რათა ღვთაებრივი უწყება არასოდეს დაეკარგათ. მწიგნობრები მღვდლებისაგან განცალკევებულ ჯგუფად იქცნენ და ბიბლიური ტექსტის ფართო და ღრმა ცოდნის გათვალისწინებით ისინი ასევე გახდნენ თორას ინტერპრეტაციის ექსპერტები და ხალხის მხრიდან დიდ პატივისცემასაც იმსახურებდნენ. ებრაული ენის გარკვეული თავისებურებები და მისი ჩაწერის სპეციფიკა მათ ამოცანას კიდევ უფრო ართულებდა. მაგალითად, სიტყვები იწერებოდა მათ შორის ინტერვალების გარეშე და მხოლოდ თანხმოვნებს იყენებდნენ. დაბნეულობისა და შეცდომის რისკის მინიმიზაციის მიზნით გაჩნდნენ მასორეტები. ებრაული სიტყვიდან მასორა, რაც ტრადიციას ნიშნავს. ეს მწიგნობრები ტექსტის გარკვევაზე მუშაობდნენ თანხმოვნების ზემოთ ნიშნების განთავსებით, რათა მიეთითებინათ თუ სად უნდა წარმოთქმულიყო ხმოვნები. ძველი წელთაღრიცხვის 586 წელს იუდეის სამეფო, მისი დედაქალაქი იერუსალიმი და მისი ტაძარი ბაბილონის მმართველმა ნაბუქოდონოსორ მეორემ გაანადგურა. იუდეის მოსახლეობის ნაწილი ბაბილონში გადაასახლეს, სადაც ისინი 10 წლეულების განმავლობაში გადასახლებაში იმყოფებოდნენ, სანამ სპარსეთის მეფე კიროს დიდმა მათ სამშობლოში დაბრუნების უფლება არ მისცა, რათა აღედგინათ თავიანთი ქვეყანა და ტაძარი. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ თორას ტექსტში საბოლოო ჩარევა განხორციელდა და ის დღევანდელი სახით ჩამოყალიბდა. ახალმა ავტორმა ერთ ტომად შეკრიბა სხვადასხვა ნაშრომებში გაფანტული ტექსტები და ადაპტირება მოახდინა ერთიანი ტექსტის შესაქმნელად. ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ეს უკანასკნელი ავტორი იყო ეზრა, ებრაელი მწიგნობარი, იაჰვეს კანონის ექსპერტი და სპარსეთის მეფე არტაქსერქსეს თანამდებობის პირი. ეზრა გაგზავნეს იერუსალიმში რელიგიური პრაქტიკის რეფორმირებისთვის. თუმცა გარკვეული გაურკვევლობაა იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად როდის მოხდა ეს რეფორმა. თუ მეფე, რომელზეც საუბარია არტაქსერქსე პირველია, ეზრას მისია ძველი წელთაღრიცხვის 457 წლის შემდეგ მალევე უნდა მომხდარიყო. მაგრამ თუ ეს არტაქსერქსე მეორე იყო, მაშინ საქმე ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნეს ეხება. ნეემიას წიგნი განმარტავს თუ როგორ წარადგინა საჯაროდ ეზრამ ეს ახალი კანონი, რომელიც ახლა უკვე ერთ კრებულად იყო შედგენილი. მღვდელმა ეზრამ კანონი წარუდგინა კრებულს, კაცებს, ქალებს და ყველას, ვისაც გაგება შეეძლო. ის კითხულობდა მას წყლის კარიბჭის წინ მდებარე მოედანზე დილიდან შუადღემდე, კაცების, ქალების და მათი თანდასწრებით, ვისაც გაგება შეეძლო და მთელი ხალხის ყური ყურადღებით იყო მიპყრობილი კანონის წიგნისაგან. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჩანს, თორას შედგენის პროცესი ეზრათი დასრულდა, უფრო ფართო კრებული, რომელსაც ახლა ბიბლიას უწოდებთ, განაგრძობდა განვითარებას. ებრაელმა მღვდლებმა ღვთის მიერ გამოცხადებული ნაწარმოებების სტატუსი მიანიჭეს სხვა წიგნებს, რომლებიც ებრაული ლიტერატურული მემკვიდრეობის ნაწილი იყო. მათ შორის იყო ისტორიული ქრონიკებიც, წიგნები, რომლებიც მიეწერება შემდგომ წინასწარმეტყველებს, როგორებიც არიან ესაია, იერემია და ეზეკიელი, და მორალური და პოეტური ნაწარმოებები, მაგალითად იგავები. ყველა ეს ტექსტი ქმნიდა ებრაულ ბიბლიას, რომელიც იესოს შემდეგ პირველ საუკუნეებში ქრისტიანული ძველი აღთქმის ბირთვად იქცა. ესაა ზოგადი შეხედულებები და სამეცნიერო სივრცეში დღეს ყველაზე უფრო მეტად გაზიარებული თეორიები იმასთან დაკავშირებით, თუ როდის და ვის მიერ დაიწერა ძველი აღთქმის ტექსტები. დღეისათვის სულ ეს იყო, თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დაწერეთ კომენტარებში, ხოლო მეტი საინტერესო ვიდეოსთვის გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ეს ვიდეო.